ერთ საღამოს, როდესაც მთვარე განსაკუთრებით კაშკაშა იყო, ქეთომ თავის ბაღში უჩვეულო ხმაური გაიგონა. გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ მისი საყვარელი იასამნები თავიანთ საიდუმლოს უზიარებდნენ. მათ იცოდნენ გზა ჯადოსნურ სამყაროში, სადაც ყვავილების დედოფალი ცხოვრობდა. ძვირფასო ქეთო, ჩურჩულებდა იასამანი, შენ ხარ რჩეული, რომელსაც შეუძლია დაგვეხმარ. ყვავილების სამეფოს საფრთხე ემუქრება. ბოროტმა ჯადოქარმა გვინდა წაგვართვას ჩვენი ფერები და სურნელი. ქეთომ, რომელსაც არასდროს ეშინოდა გამოწვევების, გადაწყვიტა დახმარებოდა თავის ყვავილებ. იასამნებმა ასწავლეს საიდუმლო შელოცვა, რომელიც კარიბჭეს გახსნიდა ჯადოსნურ სამყაროში. გოგონამ თვალები დახუჭა და გაიმეორა. ვარდო და იასამანო, გზა გამინათეთ ციურყარამდე. უცებ მის წინ გაჩნდა ბრწყინვალე პორტალი, რომელიც ციცინათელებით იყო მოფენილი. ყვავილების სამეფოში ქეთომ აღმოაჩინა, რომ მისი უნარი, ყვავილების ენის ცოდნა, სინამდვილეში უძველესი ჯადოსნური ნიჭი იყო. დედოფალმა აუხსნა, რომ ის იყო უკანასკნელი ყვავილების მცველი, რომელსაც შეეძლო სამეფოს გადარჩენა. ქეთომ შეძლო ბოროტი ჯადოქრის დამარცხება არა ძალით, არამედ სიყვარულითა და სიბრძნი. მან ჯადოქარს აჩვენა ყვავილების ჭეშმარიტი მშვენიერება და ასწავლა, რომ ნამდვილი ძალა არა ფერების წართმევაში, არამედ მათ დაცვასა და გაფუჩქნაში მდგომარეობა. მას შემდეგ, ყოველ სავსემთვარეობისას, ქეთო სტუმრობს ყვავილების სამეფოს, სადაც ის პატარა პრინცესად იწოდება. ხოლო მისი ბაღი განსაკუთრებული ადგილია, სადაც ჯადოსნური ყვავილები ყველაზე ლამაზად ყვავიან და ყველაზე ტკბილად სურნელებენ. ზღაპარიც აქ დასრულდა, ჭირიც დაილია, ქეთოს ბედნიერება მიზეიმა.